ჩემი თვალსაზრისით სახელმწიფო არ არის მარტო კანონი და კანონის აღსრულება. სახელმწიფო არ არის ჩემი თვალსაზრისით მარტო სასჯელი, დანაშაული და სასჯელი. სახელმწიფო აგრეთვე არის ჰუმანურობა, გულმოწყალება. ადამიანისთვის სივრცე უნდა რჩებოდეს. მზია ამაღლობელის მთელი ამბავი და მისი 4-დან 7 წლამდე საპატიმროსთვის გაწირვა ჰუმანურობის არც ერთ კატეგორიაში არ ჩდება. ჩვენ განსაკუთრებით ჩემი თაობა სულ 90-იანებში ვსწავლობდით, სულ გვასწავლდნენ, სულ რაღაც ჰუმანურობაზე იყო აქცენტი. ჩვენი საყვარელი მწერლები, პოეტები, სულ რაღაც ანტაგონისტური ნაკადების ერთმანეთთან დაკავშირებაზე იყო ლაპარაკი. აი მარტო ვაჟარად ღირს. და ეს მთავარი იდეა იყო, რომ აი გულმოწყალება, ადამიანობა, ჰუმანურობა, მე რა რომ მტერია, დღეს შენი სტუმარია, თუ ასე, თუ ისე და აი ამაზე გავიზარდე. როგორ არაფერში არ ჯდება ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ. როგორ ზურგი შეაქციეს ამას ყველაფერს. ჰუმანურობის გარეშე სახელმწიფო ყველაზე ესეთი კანონიერ და მოწესრიგებულიც ვერ იცოცხლებს, ვერ ისუნთქებს, შეუძლებელია. ის რაც დღეს მზიასთან დაკავშირებით ჩდება, ძალიან გვაზიანებს. რაც მზიასთან დაკავშირებით ხდება, ძალიან გვაზიანებს. ეს ჩვენს სულიერებას ძალიან აკნინებს, დიდ ზარალს აყენებს და ეს არაფერში არ ჩდება. არაფერში.